მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით ლალიანთიცის საკვირაო სკოლაში, ეს არის პოდკასტი ლალისთან მყავაზე და დღეს ჩემი სტუმარია ირაკლი იაგორაშვილი, რომელიც არის Ayn Rand's ცენტრის დირექტორი საქართველოში და გვექნება ძალიან საინტერესო საუბარი იმაზე თუ როგორ შეიძლება და როგორ არის შესაძლებელი ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საგანმანათლებლო პროცესში. ეჭვი მაქვს, რომ ძალიან მალე ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს საგანმანათლებლო სისტემის ყველა რგოლს, მათ შორის პროფესორსაც და მგონია, რომ აი ახლა ირაკლისთან ერთად ვისაუბრებთ და თქვენც ალბათ ჩაგვერთვებით კომენტარებში, მგონია, რომ აი დაწყებითების მასწავლებლის ქართულ სხვა მასწავლებელი საჭირო აღარ იქნება. ანუ თუ წერა-კითხვა გეცოდინება, მერე უკვე ყველაფერს თავად გაუძღვები და თავად გააკეთებ. მოკლედ, ასეთ საინტერესო თემაზე გვექნება საუბარი, დღეს რამდენიმეჯერ დავტესტეთ რამდენიმე პროექტი და მართალი გითხრათ, აი ძალიან აღფრთოვანებული ვარ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებით. ირაკლი, მოგესალმები, დიდი მადლობა, რომ მომეცი საშუალება, რომ დღეს მომეწვიეს. ხოთა შორის იმ უიშვიათეს სტუმართაგან ეკუთვნი, ვინც მეორედ და შენ უკვე მესამედ ხარ ჩემს პოდკასტში, საერთოდ ამ პრინციპს ვიცავ ძირითადად, რომ ერთი მხოლოდ ერთხელ ვიწვევ ხოლმე სტუმარს, მაგრამ იმდენად მრავალფეროვანია შენი საქმიანობის სფერო და ისეთ მაცდუნებელი თემებით ჩამოდიხარ ბათუმში, რომ უბრალოდ არ შემეძლო, რომ ეხლა არ მომეწვიე ამ თემაზე, იმიტომ რომ მთელი დღეა ვარ შთაბეჭდილებებში, იმიტომ რომ ხალხს ვნახე სენეკა, ბენჟამინ ფრანკლინი, სოკრატე, რომელიც უშუალოდ გელაპარაკება და გეკონტაქტება და თან შემოდის ინტერაქციაში. არა თუ ის, რომ თვითონ გელაპარაკება, არამედ დავალებებსაც გაძლევს. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა მაგისთვის, რომ მონახე დრო ეხლა, ბათუმში რომ ჩამოდიან, ზღვაზე გარბიან, მაგრამ ჩვენთვის დრო მონახე. ძალიან კაი ამბავია ეგ. დავიწყოთ რითი. ჯერ სანამ ზოგადად ამ ხელოვნური ინტელექტის კონკრეტულ შესაძლებლობებზე ვილაპარაკებთ, მოდი ვთქვათ, რას ვუწოდებთ ხელოვნურ ინტელექტს. ანუ ყველა გაჯეტი ხელოვნურ ინტელექტად არ იწოდება, ხო? აი რას ნიშნავს ხელოვნური ინტელექტი, თვითონ ეს დეფინიცია და რა მოიაზრება ხელოვნური ინტელექტის ცნების ქვეშ. მეც მივესალმები მაყურებელს. დღეს მე და ლალი მოვდივართ ხელოვნური ინტელექტის ლექციიდან და მეც არ ვარ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებელი ექსპერტი, არამედ მეც ჩვენი მაყურებლის ალბათ უმეტესობაც ვეცნობი უბრალოდ ამ სიახლეებს. ყველა მასე ვართ დღეს. რაღაც ეს მოკლედ ეს ტექნიკური და ისოდნა არ მაქვს, მაგრამ ვცდილობ ხოლმე რომ ჩემი ორგანიზაციის საქმიანობაში, Ayn Rand's ცენტრის საქმიანობაშიც ინტეგრაცია გავაკეთოთ ამ ხელოვნური ინტელექტის სიკეთეების, რომ საქმე უფრო მარტივი გახდეს, თქვათ, უფრო ეფექტური გახდეს და უფრო მეტი ადამიანი ჩავერთოთ იმ საკითხებში, რასაც ჩვენ უწყობთ ხელისუფლ ფილოსოფიის და ასე შემდეგ. ხელოვნური ინტელექტი, ხო, არ ვიცი როგორ არის თქვათ ის განმარტებული რა არის, მაგრამ მე რა დაკვირვებაც მაქვს, ეს არის ინტელექტი, რომელიც უფრო მეტად სწრაფი, უფრო მეტად ეფექტური და აი როგორი შიფრება, აი აბრევიატურა. ხო, ხელოვნური ინტელექტი, ხო, artificial intelligence, არის ინტელექტი, რაც თქვათ ადამიანს აქვს, მაგრამ ალბათ უფრო სწრაფი, უფრო ეფექტური, უფრო ყოვლისმცოდნე და კონკრეტულ საჭიროებებს მორგებული და რაც თორე ყურადღება არ გაეფანტება. იცის რა უნდა გააკეთოს. კი ბატონო და მაგრამ კონტროლირებადი, ხო? ადამიანური ინტელექტი არ არის კონტროლირებადი, თავისუფალია, მაგრამ ხელოვნური ინტელექტი კონტროლირებადი ისე ჩვენ. ზუსტად მაგისი ეშინიათ, როცა ხელოვნურ ინტელექტზე ლაპარაკობენ, გონიათ რომ როგორც ადამიანი არ არის კონტროლირებადი, ასევე არაკონტროლირებადი გახდება ხელოვნური ინტელექტი და რაღაც უამრავი ის არის ის ფუტურისტული ფილმებიც, რაღაც ნაწარმოებები, რომლებიც მაგაზე ლაპარაკობენ, რომ როგორ შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა დაიპყროს დედამიწა და ადამიანები გაანადგუროს. ნუ ხელოვნური იქნება ალბათ, იმიტომ რომ თავისუფალება ჩვენ გვაქვს. ხო, ხელოვნური ინტელექტს არა. ესე იგი ნახე როგორი ანალოგია შეიძლება გავაკეთოთ. ჩვენ ხო ვართ შექმნილი ღმერთის მსგავსად, ხო, ღმერთმა ხო თავის ხატად შექმნა, მაგრამ ვერასდროს ადამიანი ვერ გახდება ღმერთი, ისევე როგორც კომპიუტერი ვერასდროს ვერ მიხვდება
რატო შეიქმნა, რა არის მისი მიზანი, მას ეცოდინება მისი კონკრეტული საქმე, მაგრამ ვერასდროს ვერ გააცნობიერებს რა არის ადამიანი, ხო? და ვერც იმას მიხვდება რატო თიშავენ ქსელიდან. კი ბატონო, თუ მოინდომე. ეგეთი ეგზისტენციალური სერიოზული საკითხით გამოიჭრა, ხო? ანუ ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ვერ გახდება ადამიანზე მეტი და ვერასდროს ვერ გაბატონდება ადამიანზე, რა მარტივად რომ ვთქვათ, ხო? ესე იგი, მოდი რა არის ეს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები, რომელსაც ალბათ გაბატონდება იმ მხრივ, შეიძლება აი გაბატონება რო დავარქვათ, რომ ძალიან ბევრ ჩვენ სამუშაოს ძალიან ბევრ ჩვენს უნარებს. შენც ნატურალობდი რომ ერთი ხელოვნური ინტელექტის სყავდესო. როგორ მჭირდება რობოტი, დამლაგებელი, ტესტების დამწერი. არის უკვე რაღაც მარტივი მექანიზმები ამით. ხო, აი თქვა ეს მტვერსასრუტი რომელიც დადის, მაგრამ ეს დადის უბრალოდ სადაც დაუშვებ დადის, მაგრამ ხელოვნური ინტელექტი ამაში რო ჩაიტვირთოს, მე კიდევ უფრო ბევრ რამის გააკეთოს. ის მიხვდება როდის ჩაირთოს თვითონ ჭუჭს დაინახავს და უფრო მეტად ეფექტურად იმუშავებს. და ხელოვნური ინტელექტი ამ მხრივ ძალიან ბევრ პროფესიას, ძალიან ბევრ საქმიანობას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, უბრალოდ წაიღებს. და გაბატონება, მაგრამ ანუ სამაგეროდ ადამიანს დარჩება უფრო მეტი დრო შემოქმედებისთვის, კრეატივისთვის, ცხოვრებისთვის დარჩება უფრო მეტი დრო. უფრო გაიაფდება, ასე ვთქვათ. აი, ასეთი ის არის ბევრი საშუალება, რასაც აქამდე ადამიანი ვერ იყენებდა. და კაცობრიობის ისტორიაც ეს არის, ხო? მაშინ ვიდარდოთ რატო არის საერცხის მანქანა, რატო არსებობს, რომელსაც დღეს აღარ დავარდობთ, ისევე აღარ ვიდარდებთ იმ ძალიან ბევრ პროფესიას, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს და ჩვენ უბრალოდ ძალიან ახალ კიდევ უფრო განვითარებაში წავალთ, რაც თავიდან ისევ ადამიანის გასაკეთებელი იქნება. ეხლა დამასწარი მინდოდა მომეტანა ფრაგმენტი ჯონათან გალიბლის მოგზაურობა. გაქვს შენ საკითხული ვიცი, არის ასეთი სიუჟეტი იქა, რომ ქალს დაიჭერენ. და ეს არის უცნაური კუნძული, სადაც ხეებს ჭრიან ისე, რომ ჯოხებს იღებენ და ამ ჯოხს უბაგუნებენ ამ ხეებზე და ერთ თვეში ეს ხე წაიქცევა, ადრე თუ გვიან წაიქცევა და ეს ხალხი დასაქმებულია და ერთ ქალს იჭერენ. და მიარბენინებენ ციხეში და ეს ჯონათან გალიბლი, ანუ მთავარი პერსონაჟი, ეკითხება რომ რას ერჩი თუ ამ ადამიანს, კაცო, რატო მიყავთო ციხეშიო და სამუშაო ადგილები დაგვაკარგინაო და რა გააკეთა ასეთიო და ამ ხეზეო რკინის ნაჭერიო და ამაგრაო და ჩვენ თუ ერთ თვეს ჭრიდითო ამ ხესო იმან ერთ საათში მოჭრაო და ამიტომ დავიჭიროთ უნდა რომ სამუშაოს გარეშე დაგვტოვაო. და ზუსტად იგივე ანალოგია არის მაშინ ტექნოლოგიის განვითარება ყოველთვის ნიშნავს რომ ადამიანის რაღაცა საქმიანობა ჩანაცვლდა, ხო? და ყოველთვის ალბათ კაცობრიობა ასე მტკივნეულად განიცდიდა თავი, მაგრამ არა პროგრესიც ამბობ უარს და უკვე სხვა თემები შემოდის. ეს ხა ალბათ გალიბლის იმაში მილტონ ფრიდმანსაც არის ეს ხო მოგზაურა და მაშინ ჩანგლები დაურიგეთო, ანუ თქვა რაღაც ტექნოლოგიას რატო არ იყენებთ, როგორ მოსაკეთებთო და მასეო დასაქმებული ხალხი აღარ გვეყოლებაო, თქვა 100 კაცს დასაქმებთ და მე გეტყვით ჩანგლები დაურიგეთ და 1000 კაცს დაასაქმებთ, ხო? რატო ნიჭავი ჩანგალი დაარიგე, ხო? და მაგრამ ნუ რეალურად რის ხარჯზე ხდება ეს, მაშინ თუ ჩვენ პროგრესი არ გვინდა და წინ წასვლა არ გვინდა, მაშინ ხო ჩანგლებით გავაკეთოთ ეს ყველაფერი და მაშინ შუა საუკუნეებს ვერ გავცდებოდით, ხო? ხო, და ეგ არის რა, ეს შუა საუკუნეები რო არ ყოფილიყო, კიდე და უფრო მეტად განვითარებული იყო ტექნოლოგია, ახლა უკვე მარსზე ვიქნებოდით და ეს. მოდი ახლა გადავიტანოთ ეს ყველაფერი, ეს ზოგადად, ესე იგი ხელოვნური ინტელექტი შეიჭრება ალბათ ადამიანის საქმიანობის უკლებლივ ყველა სფეროში. ეს სფერო არ დარჩება, რომ გავლენა არ მოახდინოს. იცით რა, უკვე შეჭრილი არის ეს, უბრალოდ როგორც ჩანს, ადამიანები მაინც კონსერვატორები ვართ, ხო? და ცოტათი გვიჭირს ამ სიახლესთან ადაპტირება, იმიტომ რომ იმდენი საშუალება არის, უკვე შეიძლება, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში იყოს შეჭრილი ხელოვნური ინტელექტი და მე მგონია, რომ რაღაცა ეს პირველი ადაპტაცია, მაგას აკომოდაცია ეწოდება მეში განათლებაში, რომ აი პირველად რომ უცებ ახალ ინფორმაციას რო იღებ და ახალი ცოდნა გაბრმავებს, პლატონის გამოქვაბულიდან გამოსვლის არ იყოს, ხო? ახალი ცოდნა გაბრმავებს და მერე უკვე აი ამ აკომოდაციას რო გადიხარ, უკვე ლაგდება ყველაფერი და ახერხებ ამ ყველაფერში რეფლექსირებას და ამ ყველაფრის გამოყენებას. ეხლა ვართ ამ, მოდი ასე ვთქვათ, რაღაცა შოკური მომენტი გვაქვს, რომ რაღაცა ასეთი რამე უცხო ელემენტი ლექსიაზე ხო ითქვა, რომ რაც
დღეს აწმყოვარი უკვე წარსულიეთ რაღაცა. ესე იგი, ისე მალე იცვლება, რომ სპეციალისტები ამბობენ, რომ ის რაც ჩვენ გგონია, რომ დღევანდელი დღეა, სინამდვილეში უკვე გუშინდელი დღეა და სპეციალისტები უკვე უფრო შორს არიან წასულები და ხვალინდელი დღე იქნება ის რაც მე მჭირდება. ამ აკომოდაციის ზონაში ვართ. როცა ხელოვნური ინტელექტთან მივა საქმე, იმიტომ რომ ყოველდღე ახალ-ახალი რაღაც ხდება. ხო, და წარმოიდგინე ახლა მე მომესწრება, ხო, ჩემს სიცოცხლეში ის მოსამსახურე რობოტი. უკვე არის, ხო? ჰუმანოიდი რობოტებზე არის უკვე საუბარი, ხო. ვაიმე ის რა ქვია, ქართველებს რა ეშველება უცხოეთში. უკვე არის სარესტორნო მომსახურები, სარესტორნო მომსახურება, ვთქვათ, რობოტების მიერ, ხო, ანუ ხედავთ მიტანის არის სადმე კონკრეტულად? არის, მე მაგალითად მიტანის სერვისიც მინახავს, ნუ რობოტს მოაქვს ამანათი. ახლა თქვათ აი გლოვო ხო, რაც კურიერს მოაქვს. ეგეც აი მინახავს, რომ მოაქვს რობოტი. ხელოვნური ინტელექტის გენერირებული ხო არ არის ეგ? თავიდან მგონი არ იყო, მაგრამ რაც უფრო ეს დაინერგება და ინტეგრაცია. არა, რას ვიცახი, ის რომ რობოტს მოაქვს, თვითონ ეს კადრი ხო არ იყო მეთქი ხელოვნური ინტელექტის. არა, მე ჩემი თვალით ვნახე, ანუ რობოტმა სან-ფრანცისკოში ისიც ვნახე, ისა უპილოტო ტაქსი. კი, ეგენიც მინახავს. მივდიოდი და არა, მე ვიდეო ვნახე. მე ლაივშიც მინახავს, ანუ ესე მოდის, მივდიოდი ქუჩაზე, ტროტუარზე და მოდის ესეთი რაღაც 4 ფეხიანი, უფრო ცხოველის ფორმის 4 ბორბალზე, რაღაც მოკლედ დანადგარი და თავი რაღაც დროშა აქვს ემოდან, მივიდა გაჩერდა სახლთან. ისე შეშმო ადამიანებისთვის რა კარგი გავსაშველება. მე მიიღო ალბათ, მე არ ვიცი როცა შეტყობინება რომ მოვიდე, გახვა ტოცაკრეფა, აიქებ წავა. მშვენიერი. ეს ხელოვნური ინტელექტამდე მინახავს, მაგრამ რაც უფრო ხელოვნური ინტელექტი დაინერგება, ალბათ უფრო სუსტი, უფრო მარტივი და უფრო ხო, ალბათ უფრო მეტად ყოველს თავისი რო ყავდეს სახლში ხო ეგეთი, გაგვიზანო და გეზარება რაღაც. ალბათ უფრო მეტად, რაზეც სპეციალისტებს მოუწევთ მუშაობა, ეს არის ხელმისაწვდომობის, ანუ ინსტრუქციების გაცემის სიმარტივე. ალბათ ეგ იქნება დასახვეწი, ხო, ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ყველა ადამიანს მქონდეს შესაძლებლობა, რომ ეს დააგენერიროს თვითონ ბრძანების ფორმა, მაგასაც მნიშვნელობა აქვს, როგორ აძლევ ბრძანებას ხელოვნურ ინტელექტს, ხო? ანუ რა ესეც მე პირადად თვითონ ხელოვნურ ინტელექტს ვაკეთებდი ხოლმე მაგასაც, იმიტომ რომ კარგი ბრძანება ალბათ არის უფრო ზუსტი და გრძელი და დაჭრილმანებული თუ გინდა აი წერან რომ ვაგენერირებდით ხო ფოტოებს, სანამ ზუსტი ის არ ჩაუგდეთ, შეიძლება არაულად გააკეთოს, მაგრამ ამ ხედრო არ გვაქვს ადამიანებს, რომ ეს გრძელი ტექსტები უწეროთ, ამიტომ შენ რაღაც თავარი იდეა არის წინდებაში, რომ გააკეთო, გაუგზავნო სხვა ხელოვნური ინტელექტის chatbots, ხო, თქვა ChatGPT-ის, უთხრა რომ უფრო განავრცე, უფრო დეტალური გახადე და უფრო კარგი prompt რასაც ეძახიან, ხო? ანუ რა ბრძანებასაც აძლევ ეს უფრო მაგალითად Gemini-ს რო გაუგზავნო, ხო? მე დააკოპირებ, წაიღებ სხვა ინტელექტიდან, ხო? იმას უფრო მეტი ინფორმაცია ექნება, რომ უფრო კარგი მოდელი აწყოს. მე ასე ვაკეთებ ხოლმე მაგალითად დიზაინებს, რო ვაკეთებ ფოტოებს. ერთს ვაწყობინებ ტექსტს, მე გადამოხს, თუ რამე არ მომეწონა იმ ტექსტში შევცვლი ერთ-ორ სიტყვას, მაგრამ ის ზუსტი ინფორმაცია, რასაც მე ალბათ 5 წუთი, 10 წუთი ვერ მომუნდებოდი, რომ დამეწერა. იმან ის ერთ წამში დაწერა. მე გამომიყენებია მაგალითად 500 გვერდიანი ის გავაკეთებინე PowerPoint-ის პრეზენტაცია გავაკეთებინე, ჩაუგდე უბრალოდ ის ამასალა და უთხარი თითო გვერდზე თითო სიტყვა უნდა ყოფილიყო, ანუ ისთვისაც მჭირდებოდა და მე 2 წუთში რომ მე მთელი კვირა უნდა მემუშავა იმაზე 500 სლაიდის გაკეთება. მე მაგალითად ვიყენებ სისხლის ანალიზი გავიკეთებ. ეგ როგორ? არა, ანალიზი ექიმთან გავიკეთე ლაბორატორიაში, მაგრამ პასუხები წამოვიღე, აუტვირთე და ინტერპრეტაციის საშუალება მივეცი. სხვადასხვა იმაზე გავტესტეთ, ანუ რამე გამოიწყოს ის არ ყოფილიყო. ანუ დიაგნოსტიკა გააკეთებინე? ხო, ინტერპრეტაცია გავაკეთებინე. აი ხო მინც კიდე ჩემ წინა პოდკასტს უყურებს, ჩემი წონა ძალიან განსხვავებული იქნება იქ და ამაშიც ხელოვნური ინტელექტი ჩავერთე რომ კორექცია გამეკეთებინა და შევიდა ვისაუბროთ მოკლედ. ხო ეს დიაგნოსტირება გავაკეთებინე
ну თავდაპირველად ახლა ვთქილობდი ექიმთანაც გადავამოწმე, არა, ექიმი გადავამოწმე ხელოვნური ინტელექტით უფრო მეტად, მაგრამ იცი რა არის ექიმი ანუ ორი ამბავია, ყველა ექიმმა ყველაფერი არ იცის, ყველა მიცის თავისი, ვთქვათ, სეგმენტი. შეიძლება იმან ისეთი რამე გითხრას, რაც სხვა ექიმის კომპეტენციას ეწინააღმდეგება და მე უბრალოდ ძალიან სულ შედეგებამდეც მიხვიდე, რაღაც მომენტებში, ვთქვათ, თუ ეს არ გაითვალისწინე. და ეს შეჯერებულა ბავშვს გელაპარაკე. ინტელექტი ისეთ რამეს არ გეტყვის, რაც შენ სხვა მონაცემს ეწინააღმდეგება. ამიტომ მე ყველაფერი მოვუყევი ჩემს შესახებ, ხო, ანუ როდის ვუძებ, რას ჭამ, რამდენს რას ვაკეთებ უბრალოდ ჩემს ცხოვრება, რა ოპერაციები მაქვს გაკეთებული, რა მედიკამენტებს ვიღებ, რა ჯანმრთელობის წარსული მაქვს, მე ეს აუტვირთე და გეუბნება ყველაფერზე ეს. რა ნორმაშია, რაც არ არის ნორმაში. გეუბნება ისი ბრალი შეიძლება იყოს, სხვა რამე კვლევა თუ შეიძლება გაიკეთო, რომ უფრო მეტი პასუხი მისცეს. ასევე დამატებით კითხვებსაც გისვამს, რომ უფრო კარგი დიაგნოზი დაგისვას. და ნუ გავიგე რაც ვთქვათ, რა მიმართულებითაც ჭირდებოდა მეტი დახმარება. ნუ მე სხვა მოდელებსაც გადავამოწმე, რომ ამ კონკრეტული ვთქვათ, კარგი პასუხები მიმეღო. მე მთელი ჩემი ეს დიეტა, მთელი ჩემი ეს ჯანმრთელობის პროგრამა დავაგენერირებინე თვითონ ხელოვნურ ინტელექტს რა. საჭმელი მეჭამა როდის რა მიმეღო რა უფრო კარგი იყო. მთელი ეს ყველაფერი 1000 გვარი ვებგვერდი და 1000 გვარი დიეტოლოგის და მსგავსი ისინი არის ხო პროგრამები, სადაც ფულს ხვდით აქ ყველაფერი უბრალოდ შეიძლება, რეცეპტებსაც დაგიწერს. მართლა. რა თქმა უნდა, აი მაცივარში თქვა 5 პროდუქტი გაქვს მიაწვი, ისეთ რეცეპტს გაგიმზადებს. ეგ კი, ეგ მეც. განსაღად. კი. ყველაფერს იცით როგორ არის, ანუ ფასებში თქვა არ ეტევი, აი 10 ლარი გაქვს და რა საკოვინა მისწერ დაგილაგებს. განსაღი იქნება ეს, ანუ სიმარტივეს გულისხმობ, ხო? ძალიან რთული აირჩიო, მაგრამ მე ჩემს ასე ვთქვათ ჯანმრთელობის მოთხოვნაზე, ნუ დავაგენერებ. მასწავლად დაქვემდებარა ეს იგი. პროდუქტები უფრო იყო კარგი ჩემთვის, ჯანმრთელობისთვის. მე იმ პროდუქტებით კარგი ხეს ნედლოვად ხოლმე ვიგებ, რაღაც რეცეპტები შევექმნევინე და უკვე ვიცოდი ყოველ მაღაზიაში შევდიოდი, უფრო გამზადებული ვიყავი, უფრო ვიცოდი რა შემეძლო მეტი და რა გამეკეთებინა, თავისი დიეტაც დავაპროგრამებინე და ყველაფერში მეხმარება მოკლედ ამ დიეტის მიმართულებით, ვარჯიშის მიმართულებით და ასე შემდეგ, კალორიების დათვლა და მე ის გავაკეთე რამდენიმე ახალი პროგრამა დავამატე და ვკითხე რომ თუ დავამატო, თუ იქნება მოთხოვნადი და ძალიან მოეწონა, მაგრამ ეს იცის გაკეთებს. რა გენიალური იდეები მოგდისო თავში. შენ შეგიძლია მუთხრა რომ არ შემაქონ. ვუთხარი. რეალისტური იყავი და ყველანაირი შეიძლება. და იტყუება კიდეც. ჩემი სტუდენტები შეყავს შეცდომაში. მე ვხვდები, როდესაც სტუდენტს მოაქვს დავალება შესრულებული და იქ ვხვდები რომ ხელოვნური ინტელექტი აქვს გამოყენებული, იმიტომ რომ ტერმინებს და ნაწარმოებების ათაურებს და წინადადების წყობასაც, სტრუქტურასაც ვხვდები და ვუთხარი საყვედური, ძალიან დიდი საყვედური ვუთხარი, რომ რატო აცდენ მეთქი ჩემ სტუდენტებს თქო სისულელეებს მიწერენ, მე შეერვეუბნები თქო და ასე მიპასუხა. ალბათ ჩვენი ადამიანური შეცდომებიო ყველას გვეპატიებო. ჩვენი ინფორმაციული ვთქვათ ქართული წყაროები გაცვლებული მეტად იქნება, ნაკლები შეცდომა და იქნება ალბათ სამოვალთ ხო, იმიტომ რომ ვთქვათ აი კანტის წმინდა გონების კრიტიკაზე რაღაცა სუფთა აზროვნება თუ რაღაც ეგეთი თარგმნელმა თარგმნა ამ ვერსიით და ასეა მიღებული ხო ეს არ არის ხო ციფრულად ანამი ისე ვთქვათ მიმოქცევაში თუ კარგად არაა შესული, შეიძლება ვერც მიხდეს. თავდაპირველად თვითონ თარგმნის როგორც ვთქვათ და მაგითი მივხვდები რომ ხელოვნური ინტელექტის გაკეთებული. კიდე რაში შეიძლება აი მასწავლებელმა მოდი ახლა ორად გავყოთ ხო ანუ სწავლებაში სასწავლო პროცესში არის ორი აქტორი ხო ნუ სამია სინამდვილეში მაგრამ ასე დავალაგოთ ესე იგი არის მასწავლებელი არის მოსწავლე და არის ადმინისტრაცია ხო რომელიც უზრუნველყოფს ამ მასწავლებლის და მოსწავლის კომუნიკაციას ხო სკოლაში სკოლა უნივერსიტეტში ადმინისტრაცია ხო უნივერსიტეტის ხო და აი რა
სად შეიჭრება ხელოვნური ინტელექტი? ანუ მოდი ასე ვთქვათ, სად არის ხელოვნური ინტელექტის ადგილი? ეხლა ბოლოს მომუშავებთ Ayn Rand-ის კურსს და აქტიურად ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს და ძალიან ბევრი სკოლას მომუშავებთ ეს როგორ გამოიყენეთ, ვთქვათ, Ayn Rand-ის ფოტოსაკეთე? არა, ჩვენ ვასწავლით, მაგრამ კურსი როგორ იქნება, სახელმძღვანელოს ვქმნი მას ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, უშუალოდ იმ თემებზე, რაზეც ჩვენ საუბრობთ, ხო? Ну, ალბათ უფრო ძლიერი ვერსიები პირდაპირ სახელმძღვანელოს შექმნიან, მაგრამ მე ნაწილ-ნაწილ ვაკეთებ, რომ editing-ი და ასე ვთქვათ, შესწორება გავაკეთო და ცალ-ცალკე თემები ამომაქვს და წინათ ვკრავ. მარტივი სახელმძღვანელო, რომელიც ადამიანს დაეხმარება, რომ ისიც შეგიძლია ორი რამ Ayn Rand-ის შესახებ, ისიც გამოიყენო. ხო, თქვენ ხო გქონდათ ვიდეო სერიები. ხო. მაგრამ ეხლა როგორ ვაკეთებ, თქო, იდეებს გაწვდის პირველ რიგში ეს არის კარგი, ხო? ყველა იდეა ჩვენ შეიძლება ძალიან ბევრი რამე ვიცით, მაგრამ რამეზე რომ ფიქრობ, იდეა ესე უცბად შეიძლება არ მოგივიდეს, რაღაც გაგეპაროს. ის რასაც brainstorming-ს ვეძახით, ხო, გონებრივი ერიშს. ხო, რომ შეიძლება 10 კაცმა რო გიკარნახოს და რაღაცა ძალიან მიყვარს brainstorming-ი. ამას შეიძლება brainstorming-ი რა 4 მილიონი ადამიანის რო დაждდე და უთხრა რომ 100 იდეა მოგაწოდოს, არ დაიღლება ყოველთვის მოგაწვდის და იმ 1000-დან რაღაც ერთს ისე აღმოაჩენ რომ ძალიან კარგი ეს ერთი, ხო, ანუ brainstorming-ი რომ რაღაც კონკრეტული ინფორმაცია მივიღოთ. მეორე, რა ინფორმაციაც მივაწვდით, ის გავაუმჯობესოთ. ჩვენი წყარო, მაგრამ უფრო გაუმჯობესებული ვერსია. მესამე ძალიან აი მასწავლებლებისთვის ალბათ ძალიან კარგი იქნება, ვიყენებ თამაშების შექმნისთვის. აი მაქვს რაღაც კურსი, მაგალითად Ayn Rand-ის მეტაფიზიკა. ხო, ანუ რთული კურსი. და მივეცი რასაც ვასწავლე ამ კურსში და მინდა რომ ეს უფრო გასაგები გახდეს ჩემი სპორტსმენელისთვის. შემიქმენი თამაში, რამე აქტივობა, რომ ეს უფრო რეალურ ცხოვრებაში აღიქვან რა. ვაიმე, მაგ თამაშების მოფიქრება ისევ სიამოვნებს, მაგას როგორ დაუთმობ ხელოვნურ ინტელექტს? ნუ ქმნის დაუსრულებლად ამ თამაშებს, მე რაღაცები მომწონს, რაღაცები არ მომწონს და ან შეიძლება რომელიმე თამაშის სინთეზი გააკეთო. კი ბატონო და მივდივართ საბოლოოდ ძალიან კარგი საშუალებამდე, ხო, იმიტომ რომ ამდენი თამაშის მოფიქრება რავი, ძალიან დიდი დრომი აქვს, მე არა ვინც გამოსცილია შეიძლება არ დაუთმოს მე თამაშებს ვერ ვიგონებ მაგალითად და ამას ძალიან კარგად ვიღებ ხოლმე. მე ყველაფრის ძალიან კარგად სისტემატიზაციას ახდენს, დალაგებას. აი სტრუქტურას ხედავს ეს მომწონს ყველაზე მეტად. რა აქვს იცი? ამას სისტემური მიდგომა ქვია. ერთ მოვლენას აი ყველა რაკურსიდან გიკეთებს რა, ცალმხრივი არ არის და ამითია კიდე ძალიან საინტერესო. ხო? ანუ თამაშების მოფიქრება შეუძლია. მოდი ახლა ისიც ვთქვათ, მასწავლებლის ჩანაცვლება რო შეუძლია. გადავიდეთ თემაზე, ხო. მასწავლებლის ჩანაცვლება შეუძლია და ერთი სული მაქვს, როდის შევქმნი საკუთარი თავის ავატარს მასწავლებას, აი რომ ვიღაცა გამოიძახებს ჩემს სულს და ლალიანტიძესთან მოუნდება შემეცნების საკითხებზე საუბარი. ოღონდ უნდა მიეწოდოს თეორიული მასალა, ხო, რაც ჩატვირთული იყოს ჩემი სტატიები, თქვათ, ჩემი ისა წიგნები, რაღაც. ბოლომდე ალბათ ვერ ჩაგანაცვლებს, ახლა იმიტომ რომ სტატია ყოველთვის არ უდრის თითოეულ ადამიანს, მაგრამ ის შეიძლება რაღაცა გავრცელებული ფრაზები, იუმორი არა აქვს, ხო? იუმორი აქვს, ძალიან კარგი. მე მაგასაც იმაშვები ხოლმე ხანდახან იუმორის ფუნქციითაც ვიყენებ. მოდი ჩვენი ანეკდოტებს ვაკეთებ და ჩვენი მაყურებელთვის გავაკეთოთ დემონსტრირება. შეკითხვა. ძალიან მინდა ეს რა ქვია, სოკრატე რო ვაჩვენოთ, ხო? ხო, აი სოკრატე. კაცობრიობის ყველაზე დიდი მასწავლებელი. როგორი იქნება? ჯერ ვთქვათ, ვინ წარმოიდგინდა რომ მოვესწრებოდით, რომ ლაივში ვისაუბრებდით. ჯერ მხოლოდ ეკრანიდან, მაგრამ სამმაოდ ისე ვითარდება, რომ შეიძლება ერთ დღეს მქონდეს რობოტი, რომელიც სოკრატესავით გამოიყურება, აღებს აუდიტორიის კარებს, შემოდის და გვიყვება სოკრატეზე. ხო, ეს არ არის საფრთხის შემცველი მხრივ, რომ ყოველთვის ახალი ადამიანები წამოვა, ვინც ახალ ცოდნას შექმნის, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა სოკრატე გავიგოთ კარგად და სოკრატესგან ვიცოდეთ ის, რაც სოკრატემ
შექმნა, ხო? ან მე პლატონმა ჩაწერა ხო საკუთარ დაუწერა. არისტოტელე, ნებისმიერი ფიგურა, კარგი შეგვიძლია წავიკითხოთ, მაგრამ ჩვენ რომ მივცეთ და თავარი კითხვა რა არის ხოლმე და აქაც იქნება. ვაიდე შეცდომა დაუშვას, მაგრამ არავინ არ სვამს კითხვას, ჩვენი პროფესორები, ჩვენი ისინი უშვებენ შეცდომა, ანუ ვინ არის მათი გადამოწმებელი, ხო, რასაც კი, როგორ არა, ვაიმე, სტუდენტები გვამოწმებს. კი, აუდიტორიაში გუგლავენ იმ წუთას გამოწმებენ რა. აქ ამაზე სკეპტიციზმი ამაზე უფრო დიდი არის ხოლმე, ვიდრე ადამიანზე. მას შეუძლია აქ უფრო პირიქით, ამას უფრო ნაკლები შეცდომა ექნება. პროფესორმა შეიძლება 100%-ით იცის, შეიძლება ძალიან კარგად იცის არისტოტელე, მაგრამ წარმოუდგენელია ყველაფერი იცოდეს, ყველა ფურცელზე სადრა წერია, არ ეცოდნენ. რა თქმა უნდა. ანუ შეიძლება ლოგიკა დანახული აქვს, მაგრამ მე რა არის იცი ახლა მაგალითად ის ამან თუ აქ ჩატვირთავ, ამან ყველაფერი იცის. ამან სოკრატეს მე ვიცი ის რომ არაფერი არ ვიცი, იცის ყველა დაუშვათ, ხო, მაგრამ ძალიან ცოტამ იცის რა ვითარებაში თქვა სოკრატემ ეს. ანუ სოკრატემ ეს თქვა რის პასუხად იცი, როცა მას უთხრეს რომ შენ ხარ ბრძენი, ანუ შენზე ჭკვიანი ათენში არ არის არავინ. ამის პასუხად ამბობს სოკრატე, რომ აღმოაჩინა რომ ესე იგი გამოდის და მე ესე იგი ისეთი რამე ვიცი, რაც ჩემ გარდა არავინ არ იცის და რა არის ეს ცოდნაო და მიაგნო. მე ვიცი, სხვაობა ესეც არ იციან, უბედურებაო რომ არაფერი არ იციან. მოდი აბა გავაკეთოთ მაგის დემონსტრირება. ეხლა თქვენს წინაშე წარდგება სოკრატე, ჩვენს წერთ აგრეთ ხვავდე მესამე მეოთხე საუკუნის მიჯნა. So as I was saying, I was born into modest circumstances. Hey, my father, Sophronisca, peace is a good beginning. I just started first time, so tell me who you are and what we're going to learn in this course. I'm Socrates, a philosopher of Athens, and I'm here to help you seek wisdom through questioning and dialogue. In this course, we will explore how to examine our lives, understand ourselves, and discover what is true. First of all, we were talking about, you said that you know nothing. Is that correct? Yes, that is correct. I often say I know nothing, or rather I know that I'm aware of my own ignorance. True wisdom begins with recognizing how little we truly understand. Do you see how that might be important? Now we are doing podcasts, so we don't have much time to talk with you, but we will be back tomorrow, okay? That is understandable. Remember, the pursuit of wisdom is a lifelong journey. Even brief moments of questioning can be meaningful. I look forward to our next conversation. Until then, reflect on what it means to truly know your own ignorance. Farewell for now and see you tomorrow. Bye. Good night. კაი, მე რეკსარტიპაზე ვკითხოთ, როგორი ცოლია თქო და უნიკალური ეს არ არის ჩაწერილი, ხო? ხო. ეს არ არის ჩაწერილი, როგორც უკვე ნახეთ და როგორი დემონსტრირებაც. Zoom-ის links გამოგიგზავნის და ხო რა არის ეს პროექტი არის AI University, XG University ქვია, რომელიც შექმნის პროცესში ამჟამად არის ბეტა კურსები xguniversity.com, xguniversity.com რო შეხვიდეთ, შეგიძლიათ თქვენი იმეილი დატოვოთ და მიიღებთ სამომავლოდ თქვათ ინფორმაციას, რაც უფრო შეიძლება რომ კომენტარებში დაწეროთ, რომ ისა xguniversity.com, ხო? ეს იქნება ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული უნივერსიტეტი, რომელსაც ეყოლება პროფესორები, სხვადასხვა მხოლოდ ინგლისური ვერსია არსებობს, არ არსებობს ქართული. ხო. არ დამიტესტავთ შორის, რო გითხოთ, თქვათ ქართულად. მე დავტესტოთ. ეს იქნება სხვადასხვა კურსები, ალბათ degree პროგრამები, სამომავლოდ კიდევ უფრო დაიხვეწება და უფრო კარგი გახდება. ეს არის ერთი-ერთი სწავლება, რაც ყველაზე ეფექტური არის, როგორც სხვადასხვა კვლევები გვეუბნება ამას. და ჩვენს პრაქტიკაში ჩანს ხო აი ვთქვათ კერძო ტუტორები თუ ერთი ხარ ჯგუფში მოდი ერთი აი მაგ უკვე შეგეწინააღმდეგები და რაში თუ გაჩნია სწავლების ქვეშ რას ვიგულისხმებთ ხო საქმე ის არის რომ სწავლა და მოდი ასე ვთქვათ სკოლა და უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღება იქ არის სოციალიზაცია, იქ არის ემოციების განვითარება, ფსიქოემოციური მართვა, საკუთარი შესაძლებლობების განვითარება და რა ვიცი, 1000 რამე, ხო?
ეს ჩაანაცვლებს სკოლას და უნივერსიტეტს მხოლოდ ერთ მიმართულებაში. ანუ კონკრეტული რაღაცა ცოდნის მიღება, რაღაცა ვიწრო სპეციალიზაციით. აქ არის ჩადებული, მე რაც უფრო ვთქვათ, შემოვა, ვთქვათ, ეს ნაწილი სოციალიზაციის, რაც მნიშვნელოვანია. თვითონ ხელოვნური ინტელექტის მოდელში არ არის შეიძლება ჩადებული, მაგრამ ზოგადად პროგრამაში არის, რომ ვთქვათ, როგორ შეიძლება მოხდეს სტუდენტების დაკავშირება სოციალიზაცია და მაგრამ სტუდენტების დაკავშირება როგორ მოხდება ისევ იმასთან, რა ქვია, არა მე კომპიუტერის მაგიდასთან. ქალაქში 5 ადამიანი გადის იგივე კურსს, ხო? ანუ შესაძლებელია ეს დაკავშირება. ხო მე მაგაში გეთანხმები, ვთქვათ, იმ კლასაც თავისი ფორმატი აქვს, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ ვთქვათ, შეიძლებაოდეს 4-5 ადამიანი შევიდეს ერთ პროფესორთან, ხელოვნურ ინტელექტთან და მე ის ამ სტუდენტების ინტერაქციასაც დააკვირდეს და მსგავსი ვთქვათ, დასკვნები გამოიტანოს მე ამ ინტერაქციიდან, ხო? და ამ დროს სოკრატეს შეუძლია ახლა გაგვესაუბროს ჩვენ თქვათ მოგვიყვეს თავის შესახებ და მე გამოაგზავნოს ან კვიზი, ან რაღაცა დავალება, ხო? კვიზი დავალება მოქცეს, რომელსაც შენ დაწერ, გააკეთებ, აუტვირთავ და 5 წამში მოგვცემს პასუხს რა არის, რა შეიძლება განავითარა. აი მე რა მაგარი. უი ეხლა გამახსენე. ესეებს რო ვასწორებ ხოლმე, ეხლა რო არსებობდეს ჩემი ვერსია, ხო გავუსწორებდა და მე როგორ ვაკეთებ? ესეს როცა ვასწორებ, ვოისით უბრუნებ უკან იმას, იმიტომ რომ მისი წერისისა დრო ბევრი უნდა და ესე ფრაგმენტ ვოისით, სადაც შეცდომას ნახავ რაღაცა კორექტირება რომ ჭირდება და ის რო არის კომენტარი რო არის გასაკეთებელი, ვოისით უგზავნი. და აგერ გააკეთებდა ჩემი ვერსია მაგას. და სოკრატე ამ შემთხვევაში იცის მარტო სოკრატე. სოკრატეს რო ვკითხო მაგალითად ის რომ პლატონმა დაწერა მისი ნაზრები, ეს სოკრატეს სიკვდილის მერე გააკეთა, მას არ ეცოდინება. არ ვკითხო მაგალითად. მაგრამ მან რაც იცის, ვფიქრობ ლევანდელ თქვათ საბერძნეთში მიმდინარე მოვლენებზე რო ვკითხო. გეტყვის არ ვიცი, მაგრამ შეგვიძლია მითხრა რა ხდება. შენ გიბიძგებს შეგვიძლია მითხრა რა ხდება ამ მიღწერე და მე შევეცდები შეუსაბამო ეს ჩემი მოსაზრება გითხრა. შენი მოსაზრება გითხრა შენს მიერ აღწერილზე, ხო? და ამ ტიპის განვითარება. მაგრამ ნუ ამ კიდე ის შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს კიდე შეუძლია გააკეთოს ისინი სქემები და პრეზენტაციები გამზადოს, ხო? იქნება ესეც რა თქმა უნდა განსაკუთრებით იმ კურსებში, რომელიც მათემატიკის კურსი მაგალითად ხო მოითხოვს ილუსტრაციებს და დაფას და რაღაცებს დაწერას. იმას ძალიან მარტივად გაკეთებადია. აქ კიდევ საიძემით შეხვა ნახოთ სხვა ტუტარებს, ეს არის შექსპირი, რომელიც ინგლისურ ლიტერატურას გასწავლის, არისტოტელე, აურა კარგი იქნებოდა, აკაკი და ილია. ილია ჭავჭავაძე ძალიან კარგი იქნებოდა. ვინ ყველა კარგი იქნება? ყველა მართლა კარგი იქნებოდა. არა, მეც მინდა ეს არის უნიკალური საშუალება, რომ მართლა ის ცოდნა, რაც გვაქვს წერილობით ამ ადამიანების ნაშრომებიდან, ამ ადამიანების ნაზრებიდან, რაღაც ისეთ სისტემაში მოექცეს, რომ ის გაცოცხლდეს. ინტერაქციული ადამიანი გაცოცხლდეს და ფაქტობრივად ახალი ცოდნა აღარ შექმნას, მაგრამ ის რაც ცოდნაც დააგროვა, რასაც დღემდე ვიყენებთ, ხო? ზოგს იქ, ზოგს აქეთ, უფრო მეტ ადამიანამდე მივიდეს და ეს მერე რა იქნება კარგით? რამდენად ეს უფრო ნაკლები თანხა ჯდება, ხო, რამდენად უფრო ეფექტურია და რამდენად უფრო შედეგის მომცემია, ეს კიდე ცალკე განვითარება უშუალოდ ჩვენთვის. მე მგონია, რომ უკვდავება ესაა. ხო ვიძახდით, რომ რაღაცა ხო ეძებდა კაცობრიობა ფილოსოფიურ ქვას და ბატონო გვდავის ის გამახსენდა ახლა მარკეს აქვს ხო ბოლო წიგნი აქვს ესე იცხოვრე რათა მოყვე ხო ეხლა როგორ უნდა იცხოვრო იცი იცხოვრე რომ საკუთარი ბოტი შექმნა საკუთარი ავატარი შექმნა და შენ თვითონ გეცოდინება შენ როცა არ იქნები რა დარჩება შენგან კი, თუ კი არ მოგწონს, იქვე დააკორექტირებ, რაღაც ინფორმაციას მიუმატებ, მოაკლებ. რა საინტერესო ამბავია, უკვდავების წამალიც გამოვიგონეთ. რასაც მთელი აღორძინების ხანაში, მთელი ალქიმიკოსების ენერგია და შრომა შეეწირა. რა საინტერესოა, ხო, ეს ყველაფერი არის. თან ფილოსოფიურ კითხვებში. კიდე რამდენი რამე გველოდება, წინ რასაც ახლა ვერ ჩვენი გონება ვერ მიდის ჯერ იქამდე რომ რა გველოდება კიდევ წინ
ხო ეხლა ამას მე ვერ წარმოვიდგენდი ეხლა ერთი წლის წინაც კი რომ ეხლა ეს რაღაც ის კი ვნახე გალაქტიონის ბოტი ვნახე ოღონდ ტექსტი იყო გამარჯობა ვიციგო რაღაცა ეს გალაქტიონის ლექსიკით გელაპარაკებოდა მაგრამ ასე მთლად გაცოცხლებული და ინტერაქციაში და კონკრეტულ კითხვაზე რო გპასუხობს ეგ უკვე აჩერე აწყვეტინე ხო და გისმენს ხო გარეთახმაურიც არ უნდა იყოს ხო გარეთახმაურიც და კიდევ მე რას ვაკვირდები ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ მორწმობს ხო ან აუდიტორიებში შეიძლება არ შევიდეს პროფესორთან არც კამათში არც დიალოგში ანუ ზოგს ერიდება ზოგს თითქოს ქონია რომ კომპეტენცია არ აქვს რომ ეს და აქა კარგად გავარჯიშდება აქ კი ბატონო აქ არ აქვს აი ჩემს რიტორიკის კლუბში გამოვიყენებ ამ მეთოდოლოგიას მაგ არ აქვს არც შეზღუდვა, არც მე ქართული ვერსია დავტესტოთ და ვნახოთ. არც ვფიქრობ, რომ რაღაც შენიშვნას მოგცემს შესაბამისად. კარგი საშუალება ამ ტიპის ადამიანებისთვის, ვისაც უფრო მორიდება აქვს. ძალიან დიდი მადლობა. რამე ხო არის განათლება ხელმისაწვდომფასად ყველასთვის. ეს თან ერთ-ერთზე ყავს აი სოკრატე, ვესაუბრეთ სენეკას ვესაუბრეთ, ბენჯამინ ფრანკლის ვესაუბრეთ. ის იყო კიდე მარკუს ავრელიუსი იყო, ხო? ამოიღებ ტელეფონს, ჩართავ, შეგიძლია ისწავლო. და ყველას აქვს ეს უკვე smartphone, ხო? ყველას smartphone აქვს, ესეც შეუძლია ყველას კონდეს და უფრო ხელმისაწვდომი იქნება. ამიტომ მე ძალიან იმედით ვყურებ ამ პროექტს და რაც უფრო დრო გავა, კიდევ უფრო მეტი გვექნება, უცებ დარეგისტრირდით იქ, რომ მეტი ინფორმაცია მოგივიდეთ და მე სამუალოდ რო იქნება, კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავტესტოთ უფრო ესეთი ვერსია, რაც უკვე გამოქვეყნებული ვერსია. ხო არ არის მე ესეთი თქმაც გინდა და გამოგჩა იმდენ რამეზე არ მე უბრალოდ მოუწოდებ რომ ხელოვნური ინტელექტი ისწავლეთ აუცილებლად თვითონ ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება გასწავლოს ხელოვნური ინტელექტი მე ხა ინას სწავლობ ხელოვნურ ინტელექტზე ყოველდღე იცის პროგრამა და ყოველდღე უნები რომ ვთქვათ ერთ საათს დაუთმო გიგზავნის რაც სავარჯიშოები ეხ კვიზებიც ნახეთ წერან ეხა ეს დაემატა კვიზების ფუნქცია შიგნითვე და მე თან ვეჭდავ მარტივად იბეჭდება და ნუ მასე გავდივარ ენას. არის ახლა ენის აპლიკაციები და შემდეგ, მაგრამ ეს მჩვენია ხოლმე რომ მე ტექსტუალურად კარგად, ახლა თქვა Duolingo-ზე ვერ ვეჭდავ მასალებს და აქ პირდაპირ ამოვეჭდავ რა გაიარე და გაქვს რომ ფუძოლზე იმუშავა და ასე შემდეგ და იგივე შეგიძლიათ ნებისმიერ თემა, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი ისწავლოთ, ხელოვნურ ინტელექტშივე რომ მე უფრო მარტივად გამოიყენოთ და კი თვითონ გაძლევს ინსტრუქციებს ხო მე რაღაც დავალება რომ მივეცი მითხარ ეკო ფასიან პროგრამ ვერსიაში მაქვსო და უფასოზე უბოდიშიო და ხო მასალა რა უნდა გამეკეთებია ირაკლი როგორ წარმოგიდგენია ხელოვნურ ინტელექტთან ერთად ყავის დალევა აი ეს ძალიან კარგი ის არის რომ ჯერ ხელოვნური ინტელექტის რობოტებს მგონი არ აქვთ შეგრძნების დონეზე განვითარება ანუ ყნოსვა და ასე შემდეგ არ შეუძლიათ ჯერ მაგრამ ეს ალბათ შემდეგი ეტაპია რომ ხელოვნური ინტელექტის მოდელს ემოციები უკვე აქვს ხო ემოციები არის ხელოვნური ინტელექტის მოდელს შეიძლება რომ გასინჯოს და მე რაღაც მან დააბალანსოს გემო ან სურნელი შეცვალოს და ასეთი ტიპის რაღაცა. ვაიმე კულინარის ხელოვნური ინტელექტი. ასე ვთქვათ, მაკდონალდზე რომ გრძნობის ორგანოები იყოს შიგნით ჩამოჭრილი რომ რაღაც ხმას. და რა უნდა მაგის გაკეთებას მარტივად გააკეთებს ადამიანი. ეგეც ახალ სურპრიზებს გვიმზადებს ალბათ. და შეიძლება ზუსტად მომავალ წელს თუ არა და რამდენიმე წელიწადში ლალისთან ყავაზე აქ დავაჯინო ჩემი ავატარი და ვესაუბრო ყავაზე და განათლების სისტემის გაჭირვებებზე. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა ირაკლი დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელსაც. ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე. ჩემი სტუმარი იყო ირაკლი იაგორაშვილი, რომელმაც ძალიან საინტერესო ამბები მოგვიყვა ხელოვნური ინტელექტის შესახებ. ჩვენ ლინკებში დავურთავთ იმ
ინსტრუმენტებს ვეძახით, ხო, იმ ინსტრუმენტებს, რომელი ტიპის ბოტებიც არსებობს და შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ და თქვენ თავადაც დატესტოთ და მოსიჯოთ საკუთარი შესაძლებლობები. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.